დავით ბერძენიშვილი რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ყავს ჩვენ სტუდიაში საღამოშვიდობისა. დიდი მადლობა. დავიწყოთ ამ თემაზე საუბრით, რაც ახლა 25 წუთის წინ დადასტურდა და რაც მოსალოდნელი იყო, მინიკა მელია წავიდა პარტიიდან, გააკეთა შეფასებები. რა გავლენას ახდენს ეს ახლა პოლიტიკურ პროცესზე, რაც მოვისმინეთ? ხო, ამ წუთიდან ის ნამდვილად აღარ ირიცხება ნაციონალურ მოძრაობაში. არც გაურიცხავთ, მაგრამ წინასწარ არც ირიცხებოდა და აი ამ მომენტიდან ნამდვილად და ესვა წერტილი, მაგრამ გასულ კირას კინაღამ მიდამბრალდა ეგ ამბავი. ხო, და უბრალო იყავით ნამდვილად. მე ვფიქრობ, რომ პროცესი ნორმალურია, ეს მოსალოდნელი იყო. გასაგებია, რომ პარტიის გენერალურ მდივანს ბატონ პეტრე ცისკარიშვილს ახლა ბუნებრივი არ ესიამოვნებოდა მისი ეთერის წინ მელიას მაინდა-მაინც ახლა გასვლა და გასაგებია, მე არ ვიტყოდი ასე, რომ დაძაბულობა დაისადგურა ნაციონალური მოძრაობის მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის, სხვა შორის იმ ხალხის საკმაო ნაწილი, ვინც აი პეტრემ რომ ახსენა 2016 წელს რომ წავიდა პარტიიდან, დაბრუნებულია ახლა ნაციონალურ მოძრაობაში. სხვა შორის ის დეპუტატებიც და თავმჯდომარის პირებიც არიან. ნუ ყველა არა, მაგრამ ყველა არა, საკმაო ნაწილი დაბრუნებული არის. ზოგი აქტიური პოლიტიკაშია და ნაცმოძრაობაში თავმჯდომარის პირებია, ზოგი მათი მხარდამჭერია და ასე შემდეგ. ასე რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს მის პოზიციას ხომ არ ამყარებს კიდევ უფრო, რაც ბატონმა პეტრემ თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობიდან თუ მიდიან მათ აქვს პრობლემა და არა ნაციონალურ მოძრაობას. ასე არ არის, იმიტომ რომ 27% რომელიც ჰქონდა 2016-შიც, 2014-შიც ნაციონალურ მოძრაობას 2017-ის თვითმმართველობის არჩევნებზე, თქვენ გაიხსენეთ კიდეც, გაიყო ეს ხმები 17-ად და 10-ად. და მერე ბაქრაძემ საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმეორა ეს მისი 10%. ასე რომ მე ახლა არ ვიცი და ბუნებრივი არც არავინ არ იცის ეს ახალი პარტია ალბათ, რომელსაც ნიკა მელია ჩამოაყალიბებს და ნიკა მელია ხო მარტო არ იქნება ახლა, ეს ჩვენ ვიცით ბევრი საკრებულოს, რომლებმაც უკვე ნაციონალური მოძრაობის სახეები ადგილებზე, რეგიონული ლიდერები, არა მხოლოდ რაღაც ალკეული მუნიციპალური ლიდერები, ახლა გიორგი კირთაძე არ არის რიგითი წევრი, არ იყო ნაციონალურ მოძრაობაში, ჩვენ გვახსოვს ბათუმში მისი ძალიან მაღალი შედეგი, პრაქტიკულად მოგებული არჩევნები, ასე რომ ზუგდიდშიც როგორი ვითარება არის, ჭიათურიდან ყველა წავიდა, როგორც ჩანს, ქუთაისში უმრავლესობა ყოფილი ნაციონალურ მოძრაობის უმრავლესობა, ან დიდი ნაწილი, ასევე ნიკა მელიასთან იქნება და ბევრ სხვა ადგილას. თანაფარდობა 17-ზე იქნება თუ 16-11-ზე თუ 19, რა ვიცი, 7-ზე, 8-ზე, ეს არავინ არ იცის. თავარი და არსებითია ის, რომ ხლა პატრიოტთა ალიანსთან შედარება ცოტა ზედმეტი იყო, ცხელ გულზე მოუვიდა ალბათ პეტრეს, მაგრამ ნუ ახლა ეს ჩემი საქმე მაინდა-მაინც არ არის ერთი რამ არის ძალიან საინტერესო. ყველას მოგვიწევს ერთმანეთთან თანამშრომლობა. ახლა ამაზეც გითხავთ, ერთი რამ არის ძალიან საინტერესო, როდესაც მიდის ყოფილი თავმჯდომარე და მას მიყვება ეს ხალხი, ყველა უსვამს თავის შეკითხვას, აბა სად მივდივარ ნაციონალური. ესე მიუთითებს, რომ მელიას ის 40%, რომელიც შიდა არჩევნებში აიღო, ძალიან მყარი რამ იყო სინამდვილეში და მისი ავტორიტეტისთვისაც, იმიტომ რომ ესე ადვილი არ არის გახვიდე პარტიიდან და ამდენი ადამიანი გამოყვეს. მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან, რომელიც უპირველესი ფიგურაა ამ პარტიისთვის, რომელიც დღეს შორის არ უხსენებია მელიას. არც ერთ სიტყვას. მე ვფიქრობ, სწორადაც მოიქცა, მე წარმატებას უსურვებ ნიკა მელიას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ახალ პოლიტიკურ რეალობაში არანაცურ მინდორზე შემოსვლა გადაწყვიტა. ქართული პოლიტიკური სივრცე, ოპოზიციური სივრცე შედგება
5 ნომრისგან, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა, დღეს ეს პრაქტიკულად არის ბლოკი ნაციონალური მოძრაობის და სტრატეგია აღმაშენებლის და ალბათ კიდე რამდენიმე პოლიტიკური პატარა ჯგუფი იქნება, ფრაქციაც ხომ ყავთ, ოქრიაშვილის პარტიას კარგად კი არ მახსოვს რა ქვია, მაგრამ თქვენ გახსოვთ? შეიძლება გამიჭირდეს, ამიტომ არ გავრისკავ ახლა. სუბიექტი არის და მასთან ფრაქციაში არის და ამ შემდეგ. ასე რომ ეს 5 ნომერი არის 1 მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის ორიენტირი. მეორე ორიენტირი, რა თქმა უნდა, არის ბევრი პატარა პარტია და ნიკა მელია შემოდის აი ამ მინდორზე და ის კონკურენტი კი არ არის ამ პარტიების. ნიკა მელიას აქვს რეალური შესაძლებლობა ყველაზე უფრო ძლიერი გამოდის ის ინფრასტრუქტურით, როგორც ჩანს, იმიტომ რომ არც ერთი მოქმედი პატარა პარტია დღეს ისე მძლავრად საკრებულოებში წარმოდგენილი არ არის, თითო ადამიანით არის წარმოდგენილი თითოეულ საკრებულოში და ნიკა მელიას ახლა მთელი ჯგუფები გამზადებული ფრაქციები ყავს. რაც ჩამოვთვალე მუნიციპალიტეტები ან რაიონულ დონეებზე, მაგალითად ეს ზუგდიდი იქნება თუ სხვა, აი ხობი ხო, მაგალითად საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 11 წევრიდან პარტია დატოვა 10-მა. ანუ პრაქტიკულად მელიას მხარეს არის ხობის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტაცია. კი, ესეა და ანუ მე მგონი მსგავსი ვითარებაა ჭიათურაში და ანუ ახლა ბათუმში უმრავლესობა მათია და ну ზუგდიდში, ქუთაისში და ბევრ სხვა ადგილას ბუნებრივია გამზადებული ინფრასტრუქტურით იწყებს ის ახალ პოლიტიკურ ხო, აი ახლა როდესაც არ დაგვავიცნეს ის ხალხიც პარლამენტში ვინ ძალიან აქტიურობს წინა მოწვევის ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარეობა გოცირიძე და ამ მოწვევის ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე, ახლა ჯგუფი ყავთ ხო, ევროოპტიმისტები, ისინი აქტიურები არიან და ბუნებრივია რაიმე ფორმით როგორც ნიკა მელიასთან, ისე სხვა არანაცვლ პოლიტიკურ ჯგუფებთან მათ თანამშრომლობა უფრო ინტენსიურად მოუწევს. აი ჩვენ ხო ნაციონალური მოძრაობა მიმოვიხილეთ მელია, რომელიც ცალკე შექმნის პლატფორმას, როგორც ჩანს, არანაცური ველი ახსენეთ თქვენ, იყო ხაზარაძის განცხადება შუა რომ უნდა შეიკრიბოს. აი ეს როგორ ლაგდება ახლა ყველაფერი და რას ცვლის მელიას ამ ველზე შემოსვლა? ხო, მელიას შემოსვლა სწორედ ამ ველზე არის ძალიან არსებითი და მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, არ ვიცი რამდენ ათეულ ათას, მაგრამ ათეულობით 1000, 3, 5, 7, ათეულ 1000 ნაციონალური მოძრაობიდან მელია და არა მარტო მელია, ანუ ის ადამიანები, საკრებულოს წევრები, მხოლოდ თავის საკრებულოს წევრები, მანდატის მფლობელები ხო არ არიან, ესენი იმ რაიონებში და იმ რეგიონებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პოლიტიკური ლიდერები არიან, რომელთაც თავისი მხარდამჭერები ყავს, თავისი აქტივისტები ყავს, ამომრჩევლები ყავს. ამიტომ ათობით 1000 ადამიანი ნაციონალური მოძრაობის ელექტორალური ბაზიდან მელიას სამომავლო პოლიტიკურ პერსპექტივაში მით უმეტეს თუ მელია იქნება სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან მჭიდრო თანამშრომლობაში წავა, მაგრამ ილუზიას არავინ არ უნდა მიეცეს. 5 ნომერი ეს არის მიხეილ სააკაშვილის პარტია და მიხეილ სააკაშვილის 500.000 მას ვეღარ აიღებს, მაგრამ 300 დარჩება თუ 350 იქნება თუ 370 იქნება, ეს არავინ არ იცის, მაგრამ გასაგებია, მაშინ 17-10-ზე გაიყო, ახლა ვნახავთ როგორ იყოფა. ასეთ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ერთის მხრივ საკუთრივ ნაციონალური მოძრაობა და 5 ნომერი და მისი პარტნიორები აღმოჩნდნენ კონკურენტუნარიანები, რომ რაღაცა 20%-ის მიდამოებში 20%-მდე ხმები მათ შეინარჩუნონ. მეორე მხრივ ელექტორალურად არანაციონალური ხმები ყოველთვის ბოლო არჩევნების დროს 20-შიც და 21-შიც, 18-შიც კი აღემატება
ნაციონალური მოძრაობის ხმებს ქართულ ოპოზიციაში. ჩვენი ამოცანა ეს არის მნიშვნელოვანი. კი, აი ამოცანა არ არის ის, რომ ჯამი რაც გვაქვს ახლა ოპოზიციური ხმების ეს გადანაწილდეს ვინმე, ანუ ნაციონალების ხმები მელიასთან. ჩვენ ვიდა დამარცხება ხელისუფლების. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ჯამი გაიზარდოს. მელიას პოტენციური ამომრჩეველი გარდა ნაციონალური მოძრაობის ახლანდელი ამომრჩევლისა ვინ შეიძლება იყოს? ეს დამოკიდებულია მელიაზე და მის პარტნიორებზე მნიშვნელოვანწილად. თუ მელიამ ვფიქრობ სწორად აღნიშნეთ, რომ შეგნებულად არ ახსენა მან მიხეილ სააკაშვილი, მან თქვა, რომ წარსული დავტოვე წარსულში, ანუ არც სააკაშვილთან ერთი არც კორექტული ახლა პატიმართან პოლემიკის ინიციატორი შენ იყო, მით უმეტეს როცა მელიასთან მიმართებაში მიშა სააკაშვილი საკმაოდ კორექტულია, რასაც ვერ დავაბრალებ ახლა დღევანდელ თავმჯდომარეს ნაციონალური მოძრაობის ან რომელიმე სხვა წევს ერთ-ორ სიტყვა გაქცევია. ეს სწორი ტაქტიკურადაც სწორია ნიკას მხრიდან, მაგრამ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ათეული ათასი ხმა, თუნდაც ბევრი ათეული ათასი ხმა ალბათ არ არის ნიკა მელიას ამოცანა და მეტიც. ჩვენი მთავარი პრობლემა არის, რომ ბარიერ გადაულახავი არ დარჩეს ოპოზიციური ხმების გარკვეული მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ აი სულ რაღაცა ერთი წუთი მინდა რომ სურათი დავინახოთ. 40% ოფიციალური მონაცემებით თბილისის საკრებულოში 21 წელს მიიღო ქართულმა ოცნებამ. 60%, იმიტომ რომ იქ პარტნიორი მას სატელიტებში აღარ ყავდა, არაფერი არ მიუღია სხვებს. თითქმის 60% არის ოპოზიციური ამომრჩეველი და მოახერხა ქართულმა ოპოზიციამ ის ყველამ ერთად მოახერხეთ ის რომ 2% ნახევარი რაც თბილისში იყო ბარიერი ერთი მანდატისთვის ვერ გადალახა 10%-ის ჯამურად მიმღებმა პატარა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ეს 10% ვაჩუქეთ ხელისუფლებას. ანუ 60%-მა თბილისელმა თქვა რომ შევცვალოთ ეს საკრებულო და ქართულმა ოპოზიციამ ერთმანეთთან მოლაპარაკება რომელიც შეძლოს მოგებული არჩევნები გადაულოცა ხელისუფლებას. ანუ ჩვენ მივიღეთ ვითარება, როცა ამომრჩეველი ოპოზიციურია და ოპოზიცია მისდა უნებურად სახელისუფლებოა. ეს ამოცანა არის, ეს საფრთხე არის დღეს. რა არის ამის წამალი? ყველაზე მარტივი გამოსავალი ხელის გულზე დევს, მაგრამ ყველაზე რთულად შესასრულებელია. რთულია ყველა არანაცური პროდასაული პოლიტიკური ჯგუფის ერთი ნომრით გასვლა არჩევნებს. ეს არის გარანტია გამარჯვების, ეს არის 20%-ზე მნიშვნელოვნად მეტი. მე დავინახავდი ასეთ რამეს, მაგრამ ეს ყველაზე რთულია. ანუ ეს შუა ნაწილი, რომელიც მესამე ძალა კი არ იქნებოდა, თავისი არსით პირველი ძალა გახდებოდა და ასეთი რამ რომ შექმნილიყო, მე შევთავაზებდი რომ პირველი ძალა დაერქვას საერთოდ. პარტია შეიქმნას, რომელსაც პირველი ძალა დაერქმევა, იმიტომ რომ ამის შიში აქვს ხელისუფლებას. ამიტომ აკრძალეს ახლა პარტიების, სხვა პარტიის სიაში, სხვა პარტიის წევრის ჩაწერა. დღეს ჰქონდა რეპორტაჟი, აი მაურებელსაც ვეტყვი ამას, ბარემ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ერთ ასოსაც კი ვერ მიამატებს პარტიას ვერავინ. როდესაც პარტიას დღემდე 20 წლის განმავლობაში ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მე საარჩევნო სუბიექტი რო არ მარტო გავდივარ თუ ბლოკში გავდივარ, სახელს ვირქმევ ეხლა სახელი ვერ არის. რაც ქვია ის გახვიდეთ რესპუბლიკური პარტიიდან მაგალითად და რამე სხვა პარტიაში შეხვიდეთ. ვინც დააპირებს ეს ჩემთვის მორიგი მოტივაცია არის რომ პერსონალურად კეჭი არ ვიყარო, მაგრამ ყველანაირად შეუწყობ ხელს რომ რა კი ხელისუფლებას ეშინია, ხელისუფლებამ დაინახა საფრთხე პატარების დიდი გაერთიანების. მამუკა ხაზარაძე ახსენეთ, მე და რომან გოცირიძემ დავიწყეთ ამ თემებზე საუბარი, ამ პატარების დიდ გაერთიანებაზე, ხატია დეკანოიძე, ხატუნა სამნიძე, თეონა აკუბარდი, ანუ ბევრი ამას ვლაპარაკობ, ჩვენიერი სლოგანი ისროლა მამუკა ხაზარაძემ შვა უნდა შეიკრიბოს, მაგრამ ახლა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეიკრიბოს ჩემს ირგვლივ და ჩემი პარტიის ირგვლივ. ამას ბუნებრივია ყველა. აი ამომრჩევლისთვის შეიძლება არ კონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ვის გარშემო.
თავარი არის რომ აი პირველი პარტია ხმების მიხედვით მართლა მივიღოთ, ოღონდ ძალიან რთულია. აი ყველამ უნდა და ამბიციებია მხოლოდ აქ და რაღაცა პირველ ნომრობა თუ ჩემი პარტიის სახელი რა ძირითადი დაფუძნება რა არის მაინც პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობა შესაძლოა ამბიციებიც არის მე ვარაუდობ რომ სადღაც მაისამდე ან ივნისამდე რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას ოპოზიცია ვერ მიიღებს არა რატომ ვამბობ იცით აი მე რომ პოლიტიკური პარტია მქონდეს და ასეთი შესაძლებლობა არსებობდეს რომ აი ივანიშვილის დამარცხების ფორმულა ჩდებოდეს ჩემი პოლიტიკური პარტიის სახელზეც ვიტყოდი უარს ყველაფერზეც და რა ვიცი სადაც იქნებოდა ის პარტია იქ ჩავეწერებოდი და ეს რატო ვერ ხერხდება აი არ ვიცი ახლა 78 წელს შეიქმნა ის პარტია რომელსაც მე წარმოვადგენ რომელსაც ხან არა უშავს ხან ძალიან სუსტია ხან ცოტა მოძლიერებულია ну რაღაცა ბრენდია თავის სახელი აქვს ამ ქვეყნის ისტორიაში მე მზად ვარ რომ რესპუბლიკური პარტიის ხსენების ჭაჭანება არ იყოს და ვიმეორებ რომ მე თვითონ არ მაქვს პერსონალური мотиваციები ამ არჩევნებთან მიმართებაში, მაგრამ ბუნებრივია მაქვს პარტიული ინტერესიც და გაცილებით მეტად მაქვს ინტერესი ხელისუფლების ცვლილების, რომლის ალბათობა მაღალია. და ხელისუფლების ცვლილება მარტო იმიტომ კი არ მინდა რომ მომწყინდა ერთი ხელისუფლება. ხელისუფლება კარგი რომ იყოს მოსაწყენია ბევრი წლის განმავლობაში, ხო? და ასეთი მით უმეტეს. არა, იმიტომ რომ სახიფათოა ეს ხელისუფლება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, უკრაინასთან მიმართებაში, მოკლედ არ აკმაყოფილებს ეს ჩვენი პერსპექტივებს, ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს და ამიტომ ამ ვითარებაში აი მაგალითად ძალიან მარტივია თეორიულად, მაგრამ რთულია შესასრულებლად. რომელიმე სახელზე თუ შევთანხმდებოდით, აი დავაარსოთ პარტიებმა ხაზგასმით პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა დაარსონ პარტია, მივიდნენ ყრილობა ჩატარდეს, დაარსოს, დაარქვან ის სახელი, რომელიც იქნება საარჩევნო სუბიექტის სახელი, თქვა მე შევთავაზებდი პირველი ძალა ნებისმიერი სხვა ახლა საკვიათება კი არა მაქვს, იმიტომ რომ ამ ძალის პრეტენზია სრულიად ადეკვატური არის, რომ ოპოზიციაში რომ მე ვარ ყველაზე კი, რა თქმა უნდა, მე ვარ ყველაზე ძილდი, რომელიც არჩევნებში 20%-ზე მეც რომ მივიღებ, მე ნაციონალურ მოძრაობასთანაც და გახარიას პარტიასთანაც სახელმწიფო კოალიცია შევქმნიდი. ნუ ეს არჩევნების შემდეგ ალბათ ვერ იქნება მყარი ერთობა, მაგრამ ივანიშვილის შეცვლას თუ მიაღწევს, მე უკვე ყველა თავის არჩევნების მერე როგორც კი ცხვირწინ არის ხელისუფლება და ხელისუფლებაში პასუხისმგებლობა იქნება იმის მიხედვით ამომრჩეველი ვინც რამდენს დააკისრებს. ეხლა ლაპარაკი იმას რომ შენ 7 ნოემბრის შემოქმედი ხარ და შენ კიდე 20 ივნისის შემოქმედი ხარ და ამიტომ არც ერთთან და არც მეორესთან არ შემიძლია შევქმნა კოალიცია, ეს ნიშნავს დავტოვოთ მაშინ ეს ხელისუფლება. მოცემულობა როგორიც გვაქვს, ისეთი გვაქვს, ვიღაცა ჩვენ არ მოვწონვათ, ჩვენ ვიღაცა ბევრი არ მოგწონს, ერთმანეთი რომ არ მოგწონს, ეს კი არ არის. თუ ჩვენ მეტი რამ გვაერთიანებს ვიდრე გვასხვავებს და თუ ყველას ერთად იმდენად არ გვინდა ამ ხელისუფლების დატოვება, რომ შეგვიძლია შევქმნათ ასეთი დიდი პატარა პარტიების გაერთიანება, სადაც მელია იქნება ერთ-ერთი შემადგენელი და მნიშვნელოვანი შემადგენელი. რატომ ის 5%-ის გადალახვაზე მარტო ვერ გაიწევს როგორც შეიძლება კი, მაგრამ თავარი პრობლემა ის კი არ არის, ვინ გადალახავს 5%-ს. მოდი ამაზე ვთქვათ. თქვათ გადალახა ორმა პარტიამ 5%. მთელი სტატისტიკა გამოაქვეყნა ეროვან გოცერიძემ 90 წლიდან მოყოლებული, მე სულ ზეპირად მახსოვს ეს არის ერთი სახელმწიფო პარტია, ვინც გადალახავს ხოლმე, მეორე მისი ძირითადი ოპონენტი. 20%-ის მიდამოებში იკარგება ხოლმე ბარიერს ქვევით არჩება ხალხი. და ეს 20% მიდის სახელმწიფო მანდატებად. ასეთ ვითარებაში ეს ხო ცუდია. მაგალითად, თქვა და ერთი ორმა პარტიამ გადალახა. ერთმა კი არა, ორმა პატარა პარტიამ ნაციონალური მოძრაობის და ოცნების გარდა ორი პარტია არ ყოფს. და გახარიას გარდა, თქვა კიდე ორმა გადალახა. საკმარისია 5-7% ბარიერს ქვევით აღმოჩნდეს ოპოზიციური ხმების. დამთავრებულია, ხელისუფლება რჩება და მე ამიტომ თავარი ის კი არა, თუ მე მინდა თუ ჩემი მთავარია მოცანა არის რომ
დავიმკვიდრო ადგილი ქართულ ოპოზიციაში და 2028-თვის ვიფიქრო უფრო მოძლიერებას. მაშინ, ახლა პარლამენტში ოპოზიციაში მაშინ ამ ხელისუფლების დატოვებას ვტოვებ. მაგრამ თუ მე მინდა ხელისუფლების ცვლილება და კიდე ერთ რამეს თუ ცვლილება მინდა, მაშინ ერთია საუკეთესო თუ არა და ორი ჯგუფი მაინც გაკეთდეს. ორი შესაძლებელია. მაგალითად, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ ალეკო ელცაშვილის მოქალაქეებთან ერთ ბლოკში ვერ ვიქნებ. ალეკოც ამბობს, რომ ხო არა, ახლა ამასთან ერთად არ ვიქნებ. შესაძლოა ორი გაკეთდეს, სადაც ეს ორიც გადანაწილდება. ასეც არ არის საქმე, რომ იმდენად განსხვავებულები ვართ ეს პატარ-პატარა პარტიები. თითო კაცის პარტიები თუ თითო ჯგუფის პარტიები დღეს ხო ყველამ ვიცით რა არის სატელევიზიო პარტიებია საქართველოში. ერთი იდეოლოგიურადაც იდეოლოგიური მომენტებიც ისეთი გადღაბნილია ვერ გაიგებ ამიტომ თავად ის რომ არიქა ჩვენ არ შეგვიძლია ერთადერთს ასე არ არის, მაგრამ არის რაღაცა აუცილებელი საბაზო. თანასწორობის იდეა არის საბაზო. 5 ივლისის მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს ერთად სამარცხვინოა. რომ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციამ ვერ შეძლო შეექმნა კომისია სამარცხვინოა და ზოგიერთი დიდი პარტიის დუმილი დიახ და არა მხოლოდ მათი სხვა შორის თორე ჩვენ ინიცირებულია ხათუნას ინიცირებულია და დღეს კომისია დევს მაგრამ სამარცხვინოა ეს და რატომ იმიტომ რომ არიქა ახლა ვიღაცა სასულიერო პირი და საპატრიარქო იქნება ამის უკმაყოფილო ანუ არის რაღაცეები აუცილებელი მინიმუმი, რაზეც უნდა შეთანხმდნენ და რაზეც რუსული გავლენებია საპატრიარქოში, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას არ ცნობს საპატრიარქო, ამაზე პროდასავლურმა პოლიტიკურმა ძალამ ძალიან მოზომილად და კორექტულად უნდა მიუთითოს საპატრიარქოს არ გეთანხმები. ჩემი ინტერესი სხვა არის, ჩემი ქვეყნის ინტერესი სხვა არის. მოკლედ, თუ იქნება სურვილი ერთი დიდი არა ორი შეიძლება, ერთი მომცრო, მეორე ცოტა მოზრდილი. ასეთ ვითარებაში მთავარია არ დაიკარგოს ეს ხმები, მაგრამ იქნება ისეთი პარტიების, კიდე ერთ საფრთხეზე ვიტყვი, რომელიც შესაძლოა მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. 1%-იანი ბარიერი არის ფინანსური ბარიერი. 1% ეს არის 20,000 ხმა დაახლოებით, 2 მილიონი თუ მოდის. 20,000 ხმა თითო ხმა ღირს 15 ლარი საბიუჯეტო დაფინანსების 20,000 ხმა ეს არის 300,000 ლარი წელიწადში 4 წლის განმავლობაში და ძალიან ბევრი პოლიტიკური ჯგუფი რომელიც დღეს ბაქიბუქოვსო გადავლახავდა შემდეგ ახლა ასეთი შტერებიც კი არ არიან რომ 1%-ზე ნაკლები თუ გაქვს 5%-ზე მე ზოგორ მიიღებ ხო თან ამდენი მიიღებს ერთად მათი ამოცანა არის რომ ეს ფინანსური ბარიერი გადარახოს, საბიუჯეტო დაფინანსება მიიღონ და 2025-ის თვითმმართველობის არჩევნებისთვის სადღაც რაღაცები იტივ-ტივ უნდა შეინარჩუნონ ესეც და ხელისუფლება ყველაფერს კრეჭს და ამ 1%-იან ბარიერს ტოვებს. სადგო არა რომ იყოს, მიმზიდველი რომ იყოს, რომ სეზონი არის არჩევნები არის პოლიტიკური სეზონი, რომ ახლა წელიწადში 300,000 არ არის ცუდი დივიდენდი. ხო, ამიტომ ასეთ ვითარებაში, მოკლედ აი ეს არის გამოწვევები, ამ გამოწვევების დაძლევა ქართველმა ხალხმა იცის, როგორ არის და ვერც 20-ში, ვერც 21-ში ქართულმა პოლიტიკურმა ოპოზიციამ ამ გამოწვევას ადეკვატურად ვერ უპასუხა. ახლა შეუძლია უპასუხოს და ნიკასაც წარმატებას უსურვებთ და ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ახალიას და ძველსაც. კიდევ ერთი ნიკას შემოსვლას ელოდება საზოგადოება პოლიტიკურ ველზე, გვარამიას გულისხმობ, ესეც საინტერესო იქნება. სად იქნება ნაციონალური მოძრაობის სივრცეში, თუ იქნება სადმე სხვაგან. ნახოთ, ესეც საინტერესოა. ძალიან დიდი მადლობა. გადაცემაში მონაწილეობისთვის დავით ბერძენიშვილს უსმენდით.